მოგესალმებით, ვიწყებთ ქსოვის ვიდეო გაკვეთილებს და მე თქვენ გასწავლით ქსოვას ნულიდან. Გაჩვენებთ თვლების ჩამოწყობას და ვაკეთებთ მარყუშს, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. გადავიტანთ ჩხირზე და ეს არის უკვე ორი თვალი, ნახეთ როგორც ვიდეოში გაჩვენებთ. შემდეგ ნახეთ ქვემოდან ამოვართ ჩხირით, ზემოდან წამოვიღებთ ძაბს და ჩავამაგრებთ ჩხირზე. ეს უკვე არის თვალი და საერთოდ ვაკეთებთ იმდენი რაოდენობის თვალს, რამდენიც გვჭირდება კონკრეტული მოდელის შესაქმნელად. ჩვენ ახლა არაფრით არ ვითვლით თვლების რაოდენობას, რადგან ეს უბრალოდ საჩვენებელი ვიდეოა და არ გვჭირდება დათვლა. აი ნახეთ როგორ ვაწყობ თვლებს. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი თვლების ჩამოწყობის. ძალიან ბევრი სახეობა არსებობს ქსოვის თვლების ჩამოწყობის და საერთოდ ქსოვის სტილის. მე უბრალოდ გაჩვენებთ როგორც მე ვქსოვ და თქვენ შემდეგ შეარჩიეთ როგორც თქვენ მოგიხერხდებათ. მე რამდენიმე სახეობას გაჩვენებთ თვლების ჩამოწყობისასაც, თვლების გამოყვანისას და თქვენთვის სასურველს თქვენ თვითონ შეარჩევთ. ახლა ვქსოვ წაღმა თვალით, ნახეთ არის აი წაღმა თვალის მეორენაირი გამოყვანის მეთოდი, მაგრამ მე წინა მხრიდან გამომყავს თვალი და ხო, ეს არის წაღმა ქსოვა. მინდა უბრალოდ ნახოთ თქვენ როგორ სახეს იღებს, როდესაც ყოველი მხარე, ანუ წაღმა და უკუღმა მხარე ნაქსოვს, ხო აქვს წაღმა მხარე და უკუღმა მხარე, ხო? როდესაც ორივე შემთხვევაში იქსოვება წაღმა თვლებით, რა უზორი მოიქსოვება, ეს მინდა ნახოთ თქვენ და თან დააკვირდეთ როგორ იქსოვება. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი შეტყობინება შემოვიდა ჩემთან, რომ უნდათ ქსოვის სწავლა და მათ არ იცოდნენ საერთოდ თვლების გამოყვანა, გადავწყვიტე ელემენტარულ დონეზე ჩამეწერა ვიდეო გაკვეთილები და აი ეს ელემენტარული, რაც შეიძლება რომ რა ქვია, ვიდეოს ყურებით გააკეთოთ, ისწავლოთ უბრალოდ ქსოვა და შემდეგ რა თქმა უნდა შემიძლია უკვე კონკრეტული მოდელების ცალ-ცალკე გაკვეთილებით ჩავატარო. ამიტომ უყურეთ ამ ვიდეოებს, განსაკუთრებით იყვნენ სკოლის მოსწავლეები, მონდომებულები და ძალიან მინდა რომ მათ გამოიყენონ ეს. ამიტომ ვდებ საჯაროდ ამ ვიდეოებს, რომ ყველას ქონდეს შესაძლებლობა გამოიყენოს და ისწავლოს, რადგან ძალიან მიყვარს მე თვითონ ქსოვა და მინდა რომ ბევრმა იცოდეს. აი ახლა ავაჩქარებ ვიდეოს, რომ დიდი არ გაიჭიმოს და დიდზე არ გაიწელოს ვიდეო და საბოლოო ჯამში ნახავთ რა სახე ჩამოეწყობა და მოიქსოვება. რა თქმა უნდა, შემდეგ ვიდეოებში უკვე სხვა მეთოდებს გასწავლით და სხვა უზორებს გასწავლით. მთავარია აიღოთ ჩხირი და მოქსოვოთ. აი შეხედეთ, გამოგვივიდა ეს.